ჩვენს შემდეგ სტუმარს წარმოგვიდგენთ კომპოზიტორი, მუსიკოსი ზვიად ბოლქვაძე. ზვიად, დილამშვიდობისა, დიდი მადლობა სტუმრობისათვის. ძალიან გვიხარია, რომ ჩვენი სტუმარი ხარ, იმიტომ რომ ბევრი რამ გაქვს გასახსენებელი მის უწმინდესობასთან ურთიერთობის გამო. ბევრმა იცის, რა თქმა უნდა, და კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ მისი უწმინდესობის ნაწარმოებების უმეტესობა არის ზვიადის გაორკესტრებული და მისი როგორც დირიჟორი შესრულებული მოსმენელი გვაქვს ჩვენ. აი, როდის შეხვდი პირველად უწმინდესობას, როდის გაიცანი, როგორ მოხდა დაკავშირება და როგორ არის ხა, როგორც მამამთავარი, როგორც პატრიარქი, ვიცით ყველამ ძალიან სახალხო პატრიარქია და ვისაც უნდა და ყველა ხედავდა, მაგრამ აი, პირად ურთიერთობებში როგორი იყო ჩვეულებრივად, იმიტომ რომ ყველა აღნიშნავს მის უშუალობას, იუმორს. მუსიკოსთან ურთიერთობაში. აი ეს დეტალები რო გაიხსენო. რაღაც ზღაპარევით მახსენდება. დაუჯერებელი იყო ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ძალიან ახლოს ვიყავით მასთან. ძალიან. ყოველდღიურობაში. ძალიან დიდ დროს ვატარებდით მასთან ერთად. პირველად სვიმონთან ერთად მოვხვდი უწმინდესთან სვიმონის რეკომენდაციით და რა თქმა უნდა გაცნობის შემდეგ დაინტერესდა რომ ჩემი მუსიკაც მოესმინა. და მახსოვს, როდესაც ვიმღერე და დავამთავრე, პაუზა ქონდა. და შემდეგ მითხრა რომ ზვიად ცხოვრებას ოპტიმისტური თვალით უნდა შეხედო. ძალიან სევდენი სიმღერა ვიმღერე. დააფიქრე უწმინდესი. ასე რომ მსგავსი ბევრი იყო, რა თქმა უნდა. საინტერესო ისაა, რომ მთელი არსებით ჩართული იყო ამ პროცესში და ანთებული. არ ვიცი როგორ ახერხებდა იმ ყველაფრის ფონზე, რომ ჩვეულებრივად როგორც მუსიკოსი, როგორც ჩვენ ვიყავით მუსიკოსები ჩართული იმ პროცესში, რომ ის ნაწარმოები მაგალითად დაგვესრულებინა, ყველა დეტალს განიცდიდა, ყველა წვრილმას განიცდიდა და აინტერესებდა თუ რა ფორმას მიიღებდა, როდესაც ორკესტრობაზე ვმუშაობდით. დაძლევთ რაღაც შენიშნებს როგორც ავტორი. კი, რა თქმა უნდა, გვენდობოდა კიდეც. ხო, ნუ ცხადია. და ჩვენ ხო ხვდებოდით, ნათქვამი მაქვს და ერთხელ კიდევ გავიმეორებ, რომ ეს რაღაც მართლა საოცარი ფრაზა იყო და ეს კაი ამბავი უნდა მოყვე აუცილებლად. ხო. აგნუს დოიზე იყო თუ არა, სანქტუსე იყო და ძალიან გადაუხვია მოკლედ რა. დამძიმეა. კი. წავედი შორს და წავედი სევდებში ისევ. და იქ პაუზა არ ქონია. არაო, ეგრე არაო. მინორი არაო. ზეცაში მხოლოდ მაჟორია. რა გითხრათ? ეს იყო არაჩვეულებრივი. რა თქმა უნდა, ჩვენ მე გაუცებული ვიყავი მისი აი ამ რაღაც საოცარი უშუალო დამოკიდებულებით, საოცარი სისუფთავით, ბავშვურობით. აი ძალიან კომფორტულად ვიყავი მასთან. რამდენჯერმე მოგიწია ასე უცხოეთშიც მასთან ერთად ყოფნა, ხო? ალილუიაზე ვიმუშავეთ იქ. და ეს იყო ძალიან ბედნიერი წამები, როდესაც აი მართლა რაღაცა ისე გადმოდინდა და ეს პროცესი იყო თან აი ამომღერდა ეს საგალობელი და თან დასრულდა იქვე. ზვიად, უმეტეს შემთხვევაში შენ როგორც ავტორ-შემსრულებელი შენი მუსიკას ასრულებ ხოლმე და ნუ ერთ-ერთი გამორჩეული შემსრულებელი ხარ და ძალიან უყვარხარ ყველას, მაგრამ აი რა ახმა თუ შეიძლება გააზრებული გააქვს ეს, იმიტომ რომ რაღაცების ხო იმ მომენტში ჩვეულებრივად ვიღებ გულისხმობ იმაზე პროცესია, რომ შენ გაუკეთე ორკესტრირება და ასრულებ საქართველოს ეკლესიის მამამთავრის, ანუ ავტორი არის პატრიარქი. ესეც უნიკალური შემთხვევა, ალბათ ბევრი კომპოზიტორი ნატრებდა ამას, მათ შორის დიდი კომპოზიტორების და ეს მომენტი, როცა ეხები მის მუსიკას. სულ ფიქრობ, აი, როგორ მოხდა ეს და ახსნას, რა თქმა უნდა, ვერ უძებნი, იმიტომ რომ მე მაშინ ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი და
რა თქმა უნდა, აქ სვიმონის როლი ძალიან დიდია, იმიტომ რომ სვიმონმა აიღო ლოცვა კურთხევა უწმინდესისგან, რომ არისო ბიჭიო, რომელიც ამას შეძლებსო და მე რა თქმა უნდა ძალიან შემეშინდა და წინააღმდეგი ვიყავი. ვერ ბედავდი? მაინც კი, რა თქმა უნდა, ძალიან მერიდებოდა და ჩემთვის ეს წარმოუდგენელი იყო. და მაინც დაგიტოვებო. ამ ხელნაწერი დამიტოვა. გახსოვს პირველი ნაწარმოები იყო? კი, დაწყებული იყო ამ კირიე ლეისონზე რაღაც გარკვეული მონახაზი არსებობდა და სვიმონმა მიხედეო ამ ამბავსო. და მე წინააღმდეგი ვიყავი, რა თქმა უნდა, მაგრამ მე გადმოვიღე და ეთყობა ისე რა ქვია, მაინც სინდისის არ ვიცი რომელი არჩევანი იქნებოდა სწორი. ის რომ გამებედა და თავზე ხელი ამეღო და დამეწყო ფიქრი თუ მოკლედ დავიწყე მაინც. გავთავხედდი და დავიწყე და ძალიან კარგად დაიწყე და ძალიან კარგი ქენი, მადლობა. ზუსტად იცი ნამი კითხოთ და თვითონ პატრიარქი ბრძანებს მოусმენია ალბათ ბევრს რომ მე არ ვარ კომპოზიტორის ეძახს რომ უბრალოდ რასაც ჩემი გული მღერის იმას ის გადმომახსოვ და არ უწოდებს თავს კომპოზიტორს. შენთვის როგორც პროფესიონალი მუსიკოსისთვის მის მუსიკას რა გამორჩა? აი რა არის დამახასიათებელი მუსიკას? ჩემთვის და რიგითმისმენელისთვის არის საოცარი უბრალოება და რაღაც არის მადლი დავარქოთ არ ვიცი ძალიან გძნობიარე აი უსმენ და არ შეიძლება არ იმოქმედოს. შენ პროფესიონალი ხარ და ნოტებში ძალიან ჩახედული მისი უწმინდესობის, იმიტომ რომ შენ გადმოგვიტანე ჩვენ აი როგორც ავტორს რა გამოარჩევს? მართალია, აი სწორი შეფასება. როცა ვისმენთ, აი რას გრძნობთ, ეგ არის მთავარი. და მე ყოველი მოსმენის დროს, იმიტომ კი არა რომ რაღაც მეც მცირედი როლი მქონდა. როდესაც ვისმენ ჩემი სული რაღაც ძალიან დიდ სისუფთავეს გრძნობს. იწმინდება ყოველგვარი რაღაცა მიწიერებისგან. მართლა ასეა, როდესაც აი მაგალითად ტაძარში ვისმენ როგორ ასრულებენ ბიჭები. არ არსებობს იმდენად რაღაც დიდი ძალა აქვს, რომ უცრემლოდ ვერ ჩაივლის ხოლმე. მართლა ასეა. ჩვენც ძალიან მოვინდომეთ, აქ ძალიან დიდი როლია ასევე საშემსრულებლო ოსტატობაც ისეთი აქვთ ბიჭებს რომ წინვალი გუნდია, წინვალი და ეს პატრიარქის სახელს უკავშირდება ამ გუნდის არსებობა. რომ უბრალოდ უცრემლოდ არ შემიძლია მოვისმინო და ესრემლი არის რაღაცა ისეთი მადლიერების სრემლი უფრო. და ბათუმის საზოგადოებას ჰქონდა ეს ბედნიერება რამდენიმე დღის წინ ჩატარდა კონცერტი სიყვარულის პატრიარქს, რომლის მუსიკალური ხელმძღვანელის და დირიჟორიც მთელი ამ პროექტის თქვენ ბრძანდებოდით და რამდენიმე სიტყვაც რომ გითხრათ ამ კონცერტზე. ძალიან ბედნიერი ვარ რომ ეს მოხერხდა, იმიტომ რომ საოცარი გარემო იყო, ულამაზესი სცენა იყო, ულამაზესი შემსრულებლებით, ამაღლებული მუსიკით და ერთ-ერთი დაუვიწყარი დღე იყო ჩემთვის. თან მართლა მთელი გულით გვინდოდა ყველას, ვინც გაერთიანებული ვიყავით ამ იდეის ირგვლივ, რომ უბრალოდ ეს ამბავი მისულიყო უწმინდესის ყურამდე და მისულს ეხარა, იმიტომ რომ ეს ძალიან მცირედია, რაც ჩვენ შეგვიძლია და ჩვენ მონაწილეები ვიყავით ვერ შევადარებ ვერაფერს. ეს იყო დაუვიწყარი, ყოველი წამი უწმინდესთან ერთად ჩემთვის იყო დაუვიწყარი წამი, რომელიც ყოველთვის მახსენებს ვინ ვარ, როგორ უნდა ვიცხოვრო და უბრალოდ მადლიერების შეგრძნება არის უკიდეგანო. ძალიან ბევრი შემიძლია კიდე ვისაუბრო, თუმცა იმდენად ძნელია ერთადერთი რაც მინდა რომ ვთქვა ის რომ მართლა ძალიან დიდი ბედნიერებაა რომ მოევლინა ჩვენს ქვეყანას უწმინდესი და ზუსტად ვიცი რომ მისი აი ყველაფერი
რასაც შეეხო უწმინდესი მისი მოვლინება არის ღმერთისგან და ყველაფერი არის ძალიან მადლიანი და მარადიული. რას უსურვებთ? აი მე რა თქმა უნდა უსურვებ რომ ბედნიერი იყოს და მისთვის ბედნიერება ვიცი რაცაა რომ მისი სამშობლო იყოს კარგად. ეს ნამდვილად ვიცი და ეს ჩვენთვისაც ბევრჯერ უთქვამს და მისი ოცნებაა რომ გაერთიანებული საქართველო ნახოს და ჩვენი ხალხი რომ ნახოს დამშვიდებული და ერთსულოვანი. დიდი მადლობა დაარქვა ჩვენ ტელევიზორს ერთსულოვანად. დიდი მადლობა ზვიად ბულქვაძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი.